დაიძაბა ურთიერთობები ისტაბლიშმენტებს შორის მოსკოვსა და ერევანში და მოსკოვმა გამოაცხადა ცალმხრივი ემბარგო. ემბარგო ძირითადად შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და რატომ სოფლის მეურნეობა? იმიტომ რომ სომხეთის აგრორესურსის ექსპორტის 90%-ზე მეტი მოდის რუსეთზე, შესაბამისად ამ მიმართულებით რუსეთს სერიოზული ბერკეტები უჭირავს. რა ბერკეტები აქვს და სხვა მიმართულებით? ერთი რომ გიუმრის ბაზა არსებობს სომხეთში და ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა სომხეთისათვის და მეორე ენერგორესურსები. ენერგორესურსების მხრივ დივერსიფიკაციის ერთადერთი შანსი, შეიძლება ვინმე თქვას, რომ აზერბაიჯანთან დაულაგდება მას ურთიერთობა და ახალი გეოპოლიტიკურ კონტექსტში შეძლებს, რომ მალევე ჩაანაცვლოს რუსული ენერგორესურსები აზერბაიჯანული, თუმცა მან უკვე ინფრასტრუქტურის პრობლემაა სერიოზული, იმიტომ რომ ამას დასჭირდება წლები, რათა ეს ნაკადი ის დონეზე მივიდეს, რომ უსაფრთხო იყოს აზერბაიჯანული გაზით სომხეთის მომარაგება. ალტერნატივა არის ირანი, თუმცა იქ კიდე სხვა პრობლემებია, ირანს თვითონ აქვს დეფიციტი ამ მიმართულებით, სომხეთის მიმართულებით უბრალოდ. ფაქტია, რომ გამოწვევის წინაშე დგას ერევანი და თუ კი გაგრძელდება ეს ეკონომიკური ზეწოლა რუსეთის მხრიდან, სომხეთი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რაც დაახლოებით იმაზე უფრო მეტი პრობლემის წინაშე, რაც პრობლემებით ჩვენ გავიარეთ. როდესაც ჩვენ დაგვიწესა რუსეთმა ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანისთვის, ესე რომ ვთქვათ, ბჭყალებში ემბარგო და ასე შემდეგ. მეორე არის ჩვენ ვიხილეთ განცხადება ერევნიდან, რომ ის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, რომელსაც ემბარგო დააწესა რუსეთმა, ისინი უკვე ევროპულ ბაზარზე გადიანო. ხა ევრობიუროკრატიის ბაზარი რომ არ არის ესეთი მოქნილი და ოპერატიული, ეს ჩვენ კარგად ვიცით. ამდენი ხანი ასოცირების ხელშეკრულებას აქვს ხელი მოწერილი და ძალიან რთულია ევროპულ ბაზარზე პროდუქციის გატანა, თუმცა პოლიტიკური თანხმობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეს არის იმდენად მიზერული გონიურ მსჯელობას მოკლებული საუბარი, რომ ბუნებრივია შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური და აგრო კრიზისი უახლოეს მომავალში სომხეთში გარანტირებულია.